დღეს მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი შედეგი, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხდა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ამ მიზნით ნამდვილად არ დამიწყია. მეგობრის რჩევით, რა თქმა უნდა, სულ წუწუნებდი, რომ არ მაქვს ენერგია, სულ დაღლილი ვარ, აი რომ ვიღვიძებდი დილით, ისეთი დაღლილი ვიღვიძებდი, თითქოს და მთელი ღამის ნამუშევარი ვიყავი, რაც არ უნდა 7-8 საათი მძინებოდა. რა თქმა უნდა, ამ 7-8 საათის ძილის პერიოდში მეღვიძებოდა ხოლმე ხშირად და არახარისხიანი ძილი მქონდა, სტრესული გარემო, დაძაბულობა, ემიგრანტი ვარ, მეც აქედან გამომდინარე ძალიან ისეთ სიტუაციაში ვარ და მეგობრის რჩევით მითხრა, რომ დაიწყეო ლივის დალევა, დაგეხმარება, ენერგიაზე მოგიყვანს და დავიწყე მეც. ამასთანავე აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ ექიმთან ვიყავი უბრალოდ კონსულტაციაზე მისული, დამინიშნა ანალიზები და როდესაც ანალიზები გავიკეთე, აღმოჩნდა, რომ ღვიძლის ფუნქციები მქონია დარღვეული. ეხლა კონკრეტულად მაჩვენებლები არ ვიცი ზუსტად, მაგრამ არ არის რომ წყობში არეული გაქვსო, მაგრამ კონკრეტულად არაფერი მკურნალობა არ დაუნიშნია. ერთადერთი რაც პრობლემა მქონდა, იყო ტანზე მქონდა ყავისფერი ლაქები. ოღონდ ეს ლაქები იყო საკმაოდ დიდი ზომის და ეს უკვე წლებია მაწუხებს, ეს 1 წლის და 2 წლის არ არის, დაახლოებით 4-5 წელი იქნება. პატარაზე მქონდა და მე ეს ბოლო პერიოდი სტრესზე და ნერვიულობაზე ვატყობდი, რომ უფრო და უფრო გადიდდა, აი ზურგის არეში განსაკუთრებით იმ დონემდე მქონდა ეს ყავისფერი ლაქები, რომ წელს ზღვაზეც კი არ წავსულა რამის გამო, იმიტომ რომ აკომპლექსებდა, ესეთნაირად მქონდა. დავიწყე ლივის მოხმარება იმით, რომ ენერგიაზე მოვსულიყავი უბრალოდ, მეტი არაფერი. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვიღებდი ლივს, დღეში ერთხელ ვიღებდი. და 6 თვის შემდეგ, საოცრება, ვხედავ, რომ ჩემი ყავისფერი ლაქები საერთოდ აღარ არის. აი, ყვალიც კი არ არის დარჩენილი და ეს არც კი მომიაზრებია, რომ შეიძლებოდა ლივის შედეგი ყოფილიყო. ჩემს მეგობარს ვკითხე, რომ მეთქი, შესაძლებელია მეთქი, რომ ესეთი შედეგი მოეცა მეთქი ლივს და სრულიადო შესაძლებელიაო, იმიტომ რომ ანტიოქსიდანტია და წმენდს ღვიძლსო. მერე მივედი, გადავიკონტროლე ანალიზებიც ღვიძლზე, ისევ ფუნქციები შევიმოწმე და ღვიძლის ფუნქციებიც ისევ დასტაბილურებული იყო და მკითხა კიდეც ექიმა, რაიმეს თუ იღებდიო მკურნალობასო და არა მეთქი, მკურნალობას არ ვიღებდი. ეხა არ მithქვია, მაგრამ ვუთხარი ისე უბრალოდ, რომ კი მეთქი საკვებ დანამატს ვიღებდი, ერთს მეთქი და რომელსო ვაჩვენე კიდეც, აი ამას მეთქი და ხომეო შემადგენლობა და ის არ ვიციო, როგორიაო. მაგრამ თუ შენ თვლიო კარგიაო და თავს კარგად გრძნობო, შეგიძლია მიიღო, არ არის პრობლემაო. რა თქმა უნდა, ენერგიაზეც მოვედი, ძილიც დამილაგდა და მომიწესრიგდა, ისეთი ენერგია მქონდა, რომ ხანდახან ვიძახდი, რომ დრო არ მყოფნის, რომ დავხარჯო ეს ჩემი ენერგია მეთქი. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პირველ რიგში ჩემს მეგობარს, რომ გამაგებინა ამ პროდუქტების შესახებ და მერე მადლობა ამ კომპანიას, რომ ესეთი მაგარი პროდუქტები აქვს.